Გაუმარჯოს ყველას, დღეს მინდა რომ ეს კარგად გამოჩნდეს ჩემი დინამო, იმიტომ რომ ვაპირებ რომ ვილაპარაკო ფეხბურთზე და ვაპირებ რომ ვილაპარაკო ჩემს საყვარელ დინამოზე. რამდენიმე დღის წინ მე YouTube-ზე ვნახე ერთი პოდკასტი, თუ რა ქვია, ვიდეო პოდკასტს რაღაც სხვა ეძახიან. ვიდკასტი, რაღაცა მოკლედ. სადაც მიწვეული ყავდათ თბილისის დინამოს გენერალური დირექტორი ზაზა დოლიძე და საუბრობდნენ გუნდის გამოწვევებზე, პრობლემებზე და ამ შემდეგ. ხო და ზაზა დოლიძე მილაპარაკა ბევრი რაღაცა რაშიც ვეთანხმები, მაგრამ ისეთ რაღაცების წილაპარაკა რაშიც კატეგორიულად არ ვეთანხმები. მაგრამ ვეთანხმები იმაში, რომ გუნდს სჭირდება გულშემატკივარი. ანუ ზოგს გონია პირიქით რა, რომ აი მოდი ჯერ კარგად ითამაშონ, მოინდომონ, შედეგი დადონ და მერე მივალ სტადიონზე. სინამდვილეში ეს არ არის სწორი. არ მოინდომებს ფეხბურთელი ცარიელი ტრიბუნების წინ, შანსი არ არის. რომ ცარიელი ტრიბუნების წინ გამოსულ ფეხბურთელს შენ მოთხოვ მონდომება. გარდა ამისა, ის ფეხბურთელი, რომელიც ნიჭიერია 18 წლის ასაკში იქნება გაქცევაზე აქედან. ზუსტად მაგის გამო, თავარი ეგ არის. ცარიელი ტრიბუნების წინ არავის თამაში არ უნდა. ფეხბურთელობა ადამიანს იმიტომ უნდა, რომ ხალხისთვის ითამაშოს. კი, დღეს ფეხბურთელობა ნიშნავს ასევე რაღაცა კარგი ფეხბურთელობა, კარგ ფინანსურ მდგომარეობასაც ნიშნავს, მაგრამ თავარი რის გამოც პატარა ბავშვს ფეხბურთელობა უნდა ეს სავსეს ტრიბუნების წინ გამოდიოდეს და ეს რაღაცა ეს შეგრძნება რაღაცა ეიფორიის განიცადოს, ხო? აქედან გამომდინარე, რადგან ნიჭიერი ფეხბურთელები გაქცევაზე იქნებიან და აქ ვინც ჩამოდის არ იქნება იმდენად ნიჭიერი, აქედან გამომდინარე ვერ განვითარდება რა, ანუ ვერ აიწევს დონე. ეხლა რაში არ ვეთანხმები ზაზა დოლიძეს, ეგეც მინდა ვთქვა. მან თქვა ესეთი რაღაცა, რომ ჩვენ ეხლა ვაპირებთო რომ მოვიზიტოთ ხალხი სტადიონზეო რა. რომ ჩვენი მიზანიაო, რომ მინიმუმ 5000 პირველ ეტაპზე 5000 კაცი მაინც ესწრებოდესო თბილისის დინამოს მატჩებსო. ხო და ჟურნალისტი ეკითხება, რომ ამისთვის რას აპირებთო. და ეს პასუხობს, რომ ჩვენ გვინდაო, რომ ხალხსო ვაგრძნობინებთ, რომ ეს გუნდი მათი ნაწილიაო რა. და ამიტომ ჩვენო გვინდაო მათ შევთავაზოთო ხალხსო, რომ გახდნენო კლუბის წევრებიო. და კლუბის წევრები რომ გახდებიანო, იგრძნობენო, რომ ეს გუნდი მათი ნაწილიაო რა. მართალიაო საწევროს გადახდა მოუწევთო ამაშია. მაგრამ სამაგიეროდ იგრძნობენ, რომ გუნდი მათი ნაწილიაო და ივლიან სტადიონზე. ხო და მე ვთვლი, რომ ეს არ არის კარგი იდეა და ის არანაირ შედეგს არ მოიტანს. რავი, თუ მოიტანს, მე მზად ვარ ბოდიში მოვიხატო. ჩემი არგუმენტი რა არის? ჩემი არგუმენტი არის ის, რომ არ შეიძლება შენ მიხვიდე ადამიანთან, რომელიც აპრიორი შენს მიმართ გულგრილია და უთხრა, რომ მოდი ახლა შენ ფული გადაიხადე იმაში, რომ ჩემი მიმართ გულგრილი აღარ იყოო. ხო, ანუ წარმოიდგინე, რომ ვიღაც ადამიანს უყვარ ხარ, მოწონ ხარ, უნდა შენთან ერთად ყოფნა და შენ მის მიმართ გულგრილი ხარ რა, არც გარეგნობით მოგწონს არც არაფერი. და ის ამ დროს შენთან მოდის და გეუბნება, რომ მოდი ფული გადამიხადე თვეში რაღაცა 200 ლარი და მერე შეგიყვარდებიო. ხო, დაახლოებით ეგეთი რაღაცაა რა. პრობლემა თბილისის დინამოსი და თბილისის გუნდების ზოგადად საქართველოში. რეგიონის გუნდებს მეტნაკლებად რაღაცა გულშემატკივარი ყავთ. თბილისის გუნდების პრობლემა ის არის, რომ თბილისელები აპრიორი გულგრილები არიან ამ გუნდების მიმართ. და შესაბამისად, შენ არ შეიძლება მიხვიდე ადამიანთან, რომელიც შენ მიმართ გულგრილია და უთხრა, რომ მოდი იმისთვის, რომ შენ ჩემ მიმართ გულგრილი არ იყო, ფული გადამიხადე და მერე უფლებას მოგცემ, რომ მივალეში, ხო? თუ აი ვერ გავიგე, ხო? ამიტომ არ მესმის მე ეს. მიმაჩნია, რომ რავი, წყლის ნაყვაა რა. ხო და ეხლა იმისთვის, რომ არ თქვათ, რომ ეს კაცი მარტო გვაკრიტიკებსო და თავისი იდეები არ აქვს, ამიტომ ეხლა გადავალ იმაზე, ჩემი იდეები რა არის. მე ვთვლი, რომ თბილისის გუნდების, არა მარტო დინამოსი, საერთოდ ყველა სპორტს ეხება, მარტო ფეხბურთსაც არ ეხება რა, იმიტომ ჩვენ თუ გადავხედავთ საქართველოს რეალობას დღეს, ეროვნული ჩემპიონატი არც ერთ სპორტის სახეობაში პოპულარული არ არის. არც ფეხბურთში, არც კალათბურთში, არც რაგბიში, არც არაფერში. ხო და აქედან გამომდინარე, მთავარი პრობლემა რაც აქ თბილისის გუნდებს. და ამ თბილისის გუნდების მთავარი პრობლემა არის ის, რომ მათ არ აქვს იდენტობა.
ყველა გუნდს უნდა კონდეს თავისი იდენტობა. ის უნდა იყოს გამომხატველი გუნდი, ფეხბურთის გუნდი, ეგეთ დიდ ქალაქში როგორც თბილისია და სადაც რამდენიმე გუნდი არსებობს. მისი იდეოლოგია, მისი იდენტობა მარტო ის კი არ უნდა იყოს, რომ ამ ქალაქის გუნდი ვარ. იმიტომ რომ ის მეორეც ამ ქალაქის გუნდია და მესამეც და მეოთხეც და მეხუთეც, ხო? რამდენი გუნდია თბილისში ბევრი. მარტო ეროვნულ ლიგაში 3 თამაშობს ახლა, ხო? ამიტომ შენ უნდა კონდეს რაღაცა იდენტობა, რითიც შენ, ასე ვთქვათ, შენი მიზნობრივი აუდიტორია არის რაღაცა საზოგადოების ფენა რაღაც. ხო? და ისეთი იდენტობის გამომხატველი უნდა იყოს, რომელ იდენტობასაც რაღაც საზოგადოების რაღაც ფენა იზიარებს, რომ იმან მერე იგრძნოს, რომ შენ მისი გუნდი ხარ. არნერი ფულის გადახდა იმას არ ჭირდება. შენ უნდა განაცხადი გააკეთო შენი იდენტობის შესახებ. ეხლა რას ნიშნავს უფრო კონკრეტულად რო ვთქვათ რა, მაგალითი რომ მოვიყვანოთ, აი მაგალითად ერთ-ერთი დაპირისპირება ავიღოთ ევროპული რეინჯერსის სელტიკი. ხო, ბევრი თვლის, რომ ეს არის წმინდა რელიგიური დაპირისპირება პროტესტანტებსა და კათოლიკეებს შორის და ძირითადად გავრცელებული აზრი არასრული არის რა რეინჯერს სელტიკის შესახებ. სინამდვილეში ეს არის არა წმინდა რელიგიური დაპირისპირება, არამედ ეს არის რელიგიურ-პოლიტიკური დაპირისპირება, რომელშიც უფრო პოლიტიკა უფრო მეტია, ვიდრე რელიგია. პროტესტანტების შექმნილია ნამდვილად რეინჯერსი და კათოლიკეების შექმნილია ნამდვილად სელტიკი. მაგრამ დაპირისპირება მათ შორის წმინდა რელიგიური არ არის, ანუ გულისხმობ, რომ ერთმანეთის მიმართ, აი დედამიწის იმ ნაწილში, შოტლანდიაში, ირლანდიაში და შემდეგ პროტესტანტები და კათოლიკებს ერთმანეთი არ ევასებათ, იმიტომ კი არა, რომ რაღაც ბიბლიის ინტერპრეტაციაში ვერ ეთანხმებიან ერთმანეთს, ან სხვადასხვა წმინდანები ყავთ, ან რაღაც სხვადასხვა დოგმები აქვთ რელიგიური. არამედ მათი დაპირისპირების საგანი ძირითადად არის პოლიტიკა. პროტესტანტობა შოტლანდიაში ნიშნავს უნიონიზმს. შენ რადგან პროტესტანტი ხარ, ეს ნიშნავს, რომ შენ ძალიან დიდი 99%-იანი ალბათობით უნიონისტი ხარ. ანუ დიდი ბრიტანეთის ერთიანობის მომხრე. დიდ ბრიტანეთში ყოფნის მომხრე ხარ რა, უნიონისტი, რეინჯერსი, პროტესტანტიზმი. და კათოლიკე როცა ხარ, ეს 99%-იანი ალბათობით ნიშნავს, რომ ხარ ინდეპენდენტისტი, დამოუკიდებლობის მომხრე. ირლანდიაშიც იგივე სიტუაცია, იმიტომ დაიღო. ჩრდილოეთ ირლანდია და ირლანდია იმ კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში, იმ ნაწილში დიდი საზოგადოება ცხოვრობდა პროტესტანტული, რომელიც დიდ ბრიტანეთში დარჩენის მომხრე იყო. და იმიტომ მოხდა ეს გაყოფა. და დანარჩენ ირლანდიაში უპირატესად კათოლიკეები ცხოვრობენ. ხო, მოკლედ და ამ ნიადაგზე არის დაპირისპირება პროტესტანტებსა და კათოლიკეებს შორის. პოლიტიკური დაპირისპირება რეინჯერსსა და სელტიკს შორის რა, ინდეპენდენტიზმი უნიონიზმის წინააღმდეგ. და ამისი ძალიან კაფიო გამოხატულება იყო ცოტა ხნის წინ დედოფალი ელისაბედ მეორე რო გარდაიცვალა, რეინჯერსის ერთ-ერთ თამაშზე შოტლანდიაში წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი მის ხსოვნას და მთელი სტადიონი გარინდული იყო. რეინჯერსის ფანები, უნიონისტები, გარინდულები იყვნენ, იმიტომ რომ ისინი თავიანთ მონარქად თვლიდნენ ელისაბედ მეორეს და ამ ჩარლზსაც თავიანთ მონარქად თვლიან. და მეორე დღეს გაიმართა სელტიკის თამაში და სელტიკის თამაშიც გამოაცხადეს წუთიერი დუმილი და მთელი სელტიკის ფანები უსტვენდნენ და ყვიროდნენ და ბულს იძახდნენ და მღეროდნენ მთელი წუთიერი დუმილის დროს. ანუ მათთვის ელისაბედ მეორე არ წარმოადგენდა ასე ვთქვათ იმ ფიგურას, რომელსაც ისინი პატივს სცემდნენ და თავიანთ მონარქად აიყონდნენ. ისინი ინდეპენდენტისტები არიან. ეს არის მთავარი დაპირისპირება ამ ორ გუნდს შორის. ხო და მეორე ბევრი მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ მსგავსი რა, მსოფლიოდან ახლა რეალი ბარსელონა რო პოლიტიკური დაპირისპირება, ახლა მაგაზე ბევრი ლაპარაკი არც არის საჭირო, ყველა მიცის რასთან დაკავშირებით, ხო? სტამბოლი რო ავიღოთ, გალათასარაი, ფენერბახჩე. ჯერ ეს არის გეოგრაფიული, იმიტომ რომ გალათასარაი ევროპული ნაწილია და ფენერბახჩე აზიური, სტამბოლის, მაგრამ მარტო გეოგრაფიაზე არ არის ლაპარაკი. გალათასარაი შექმნეს ელიტარული ფრანგული სკოლის მოსწავლეებმა, რომლებიც ფრანგულად ლაპარაკობდნენ და შესაბამისად ეს ელიტა რაღაცა საშუალო და მაღალი კლასი რაღაცა ისა და ფენერბახჩე კიდე რაღაცა სახალხო გუნდი, უბრალო ხალხი და რაღაცა. ანუ იმ რეალობაში და იმ საზოგადოებაში ეს აქტუალური დაპირისპირება ამ ფენებს შორის და ამის ნიადაგზე მოხდა მერე ნებათაღელვა თამაშებზე და ასე შემდეგ და ამ ნებათაღელვა მერე გამოიწვია ის, რომ ეს დონე აიწია, რაღაცეები საინტერესო გახდა და ასე შემდეგ. და არა პირიქით.
ჩვენ რომ ველოდებით რომ ჯერ მოდი დონე აიწიოს, არ აიწევს. თბილისის დინამოს, იბერიას, სხვა თბილისის გუნდებს სჭირდებათ თავიანთი იდენტობა. თავიანთი იდენტობის შესახებ უნდა განაცხადონ და ეს განაცხადი უნდა გააკეთონ არა სიტყვიერად რომ გამოვიდეს და ვიღაცა რა თქვას რომ იცით რა მე მხარს ვუჭერ ამას არა. მაგრამ თავისი იდენტობის შესახებ გუნდებმა უნდა განაცხადონ სარეკლამო კამპანიებით და ამაში ფული უნდა დახარჯონ. ანუ იმაზე კი არ უნდა იფიქრო რომ სტადიონზე მოიზიდო ადამიანი და კიდე იმ ადამიანს გადაახდებინო ფული და შენ მიიღო ფინანსური სარგებელი. არა, ფინანსური ძალისხმევა უნდა გაწიო. სარეკლამო კამპანია უნდა გაწიო, პოპულარიზაცია უნდა გაუწიო შენ გუნდს როგორც შენი გუნდის იდენტობას, რას წარმოადგენს, შენ დინამო რო ხარ თბილისის, რა ხარ? აქედან გამომდინარე, უბრალოდ თბილისის გუნდი ხო არა ხარ? კიდევ უფრო კონკრეტულადაც შემიძლია ვისაუბრო და თბილისის დინამოსთან დაკავშირებით მაგალითად მაგ ერთი ძალიან მაგარი იდეა, მაგრამ ამას საჯაროდ არ ვიტყვი, იმიტომ რომ სხვა გუნდები მოიპარავენ იმდენად გენიალური იდეაა, ხო და თუ ინე დამიკავშირდება თბილისის დინამოდან გაუზიარებ დახურულ კარს მიღმა.